ეს არის ჩემი ვერსია ყაურმისა. ამ რეცეპტში გამოვიყენებ ბადე-ქონს. ოჰოჰოჰო, რა სურნელი დატრიალდა. ღვიძლთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ახლა როგორი ცხიმი გამოუშვა. და ეს ყველაფერი თეთრ ღვინოში ჩაითუთქება. დიდებული 6-4. ვახოს მადლობა, რომ ესეთი ყაურმა დააფრთოსნა. თუ გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ძალიან მოგეწონება. სალამი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის კერძი გახლავთ ყაურმა. პროდუქტები ვოლტიდან გამოვიძახეთ და შეუდგებით ყაურმის მომზადებას. წარმომიდგენია ეხა კომენტარებში რა ამბავი ატყდება. ეს ხო ყაურმა არ არის, ეს ხო მასი არ მზადდება. ეს არის ჩემი ვერსია ყაურმისა, რომელსაც ბავშვობიდან მივირთმევ და ძალიან მიყვარს. თუ გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ძალიან მოგეწონება. ამ რეცეპტისთვის უმნიშვნელოვანესი სითხე გამოვიწერე ვოლტიდან. და ეს სითხე გახლავთ თეთრი მშრალი ღვინო. კარგი, გავხსნათ ღვინო და დავიწყოთ პროცესი. ჯობია გადმოვასხა ჭურჭელში და ისე გავაგრძელოთ პროცესი. სანამ მზადებას დავიწყებთ, რა თქმა უნდა მივირთვათ რა თუ არა შავი ლომის შავი. აუ აბა გაგვიმარჯოს. დღევანდელი კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება შიგნეულობა, გული, ღვიძლი. ამ რეცეპტში გამოვიყენებ ბადე-ქონს. ცხიმის სახით, მაგრამ ცოტა ზეთსაც დავამატებთ, რომ უფრო თანაბრად გავალღოთ ბადე-ქონი. ასევე დაგვჭირდება ხახვი, ნიორი, შრალი, აი ესეთი წიწაკა, ქონდარი, ვეცადოთ რომ ახლად გამშრალი იყოს და არა ძალიან წვრილად დაფქვილი, არამედ აი ესეთ დაღერღილის ფორმატში, შავი წიწაკა და მარილი. პირველ რიგში ვიწყებთ ბადე-ქონით, უნდა დავკეპოთ ძალიან წვრილად. დაახლოებით ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2 კილოგრამი გული და 2 კილონახევარი, ალბათ 3 კილო ღვიძლი. ბადე-ქონის დაგვჭირდება დაახლოებით ალბათ 300 გრამამდე. თუ ძალიან ცხიმიანი გიყვართ, შეგიძლიათ უფრო მოუმატოთ გრამაჟობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავმაყოფილდი 300 გრამით მხოლოდ და მხოლოდ. ეს შეგიძლიათ ხორცაკებშიც გაატაროთ, მაგრამ შეგიძლიათ აი ესე წვრილად ძალიან მარტივად იკეპება და დაკეპოთ განით. წინასწარ გახურებულ ტაფაზე, შრალ ტაფაზე ვათავსეთ ბადე-ქონს. აქვე ვამატებთ ცოტა ზეთს და ვაცდით, რომ დნობა თანაბრად წავიდეს. ოჰოჰოჰო, რა სურნელი დატრიალდა. აი, სრულიად საკმარისი იქნება ეს რაოდენობა. კარგი, გულთან დაკავშირებით, რაც შეეხება, გული წინასწარ დავამუშავე, ვიზუალურად თლათ ესთეტური არ იქნებოდა ამის ყველაფრის ვიდეოში ჩვენება, თავისუფლად ამუშავებთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ ის დამატებითი ცხიმი, რაც გულს აქვს, ის ეცადოთ, რომ კერძში არ დაუმატოთ და რაც ყველაზე მთავარია, გული 4 ნაწილად უნდა გაიჭრას და შემდეგ ისე დამუშავდეს, იმიტომ რომ შიგნით არის აი პარკუჭებს, რასაც ვეძახით, ცოტა უხეში და თუ არ გაგვიუხეშოს კერძი. დანარჩენი ჩვეულებრივად მზადდება. ეს კერძი კახეთში ძალიან ცნობილია, თითქმის ყველა კახურ ოჯახში მზადდება და მეც ერთხელ ესე გავსინჯე და იმის მერე სულ ვცდილობ, რომ მსგავსი პრინციპით მოვამზადო.
მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ როდესაც ვამზადებთ ყაურმას, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ხახვი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ წილობრივად თუ ვიღებთ 3 კილო გულ ღვიძლს 1 კილოგრამი ხახვი დავუმატოთ. იმიტომ რომ ხახვი ზუსტად იმ არომატს აძლევს და იმ გემოს, რომელიც ძალიან უხდება ყაურმას. და ასევე წიწაკასთან დაკავშირებით ყაურმას ძალიან უხდება წიწაკა და ვეცადოთ, რომ დავუმატოთ უკვე გამშრალი წიწაკა, არა დაღერღილი ან წვრილად დაფქვილი, არამედ ესეთი მთლიანი წიწაკა, რომელიც წარმოდგენილია მაგალითად ჩემს უკან. გული თითქმის უკვე დავჭერით. ღვიძლთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აუცილებლად გარსი უნდა მოვაძროთ, ძალიან მარტივად ეცლება გარსი. ესე უნდა ვეცადოთ, რომ კარგად დაუბრატოთ ბადე ქონდა. როგორი ცხიმი გამოუშვა. მნიშვნელოვანი ერთი რამ არის, რომ ეს უნდა იყოს ძალიან დაბრაწული. როგორც მაგალითად ბეკონს ბრაწავთ ხოლმე, ისე დაუბრაწოთ, იმიტომ რომ ის არ იქნება ისეთი არომატის და გემოს მქონე, როგორც ამ პრინციპით შეწვის დროს. ესე იგი, დავჭერით ხორცი, კერძოდ გული და ღვიძლი. ეხლა უნდა მოვათავსოთ. ნახე როგორ უნდა იყოს გამდნარი და მობრაწული ბადექონი და რამდენი ცხიმი გაუშვა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. დავიწყოთ გულით. ღვიძლი. კარგად ამოურიოთ. მოგეხსენებათ, გულს და ღვიძლს არ ჭირდება ძალიან დიდი ხნით მზადება, იმიტომ რომ ჩაგიშლებათ უბრალოდ და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ხშირად კარგად ჯერ მოუხალოთ და მერე ნელ-ნელა დავუმატოთ ის ბოსტნეული, რომელიც ავღნიშნე კერძოდ ბაღჩეული კულტურა, რომელსაც ქვია ხახვი. ეს კარგად მოვათავსოთ. ნიორთან დაკავშირებით წინაზეც ვისაუბრეთ, მარილი ძალიან უხდება. ეს არის ის საბაზისო მარილი, რომელიც უნდა დავუმატოთ კერძოდ კერძში. ნიორმა უნდა გამოუშვას თავისი წვენი კარგად და უფრო ადვილად დაიკეპება შემდეგ. ცოტა ხანი ვაცადოთ, არომატი კამერებით რო გადმოიცემოდეს, მიხვდებოდით, რომ აქ დგას უკვე ის არომატი, რომელიც ძალიან უხდება ამ ყველაფერს. და ქინძი, რომელიც სუსუ ბოლოში აუცილებლად უნდა დავუმატოთ, მნიშვნელოვან გემოს შეძენს ჩვენს კერძს. თავსახური ვეცადოთ, რომ არ დავახუროთ, იმიტომ რომ ჩაგვეორთქლება და ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია კი არ ჩავორთქლოთ ხორცი, არამედ მოვბრაწოთ, დაუბეჭდოთ კარგად, რომ მერე შემდეგ ღვინოს რა დავამატოთ, ეს კან მობრაწულმა ღვინოს მიცეს კიდე დამატებითი გემო და ანუ соуსი კარგად შევქმნათ.
ესე იგი, დავუმატეთ ხახვი, ნიორი, ქონდარი, წითელი წიწაკა და შეხედეთ ხახვი როგორ დარბილდა ეგრევე. თავისი წვენი რა თქმა უნდა გამოუშვა. აი ეს არის თავისი სითხე, რომელიც არის უგემრიელესი. მაგრამ ხა დამატებითი გემო ხო უნდა მივცეთ და გავამრავალფეროვნოთ და უფრო არომატული გავხადოთ. აქედან გამომდინარე, დავამატებთ თეთრ მშრალ ღვინოს. ერთს კარგად ამოურევთ. და ეს ყველაფერი თეთრ ღვინოში ჩაი თუთქება, ჩაი ბრაწება, ჩაი ხარშება და მაგარი გემო ექნება რა. დაახლოებით 15-20 წუთი დაჭირდება ამ პროცესის დასრულებას და უკვე დასრულებულ ვერსიას თუ ცოტა ხანში იხილავთ. ჩვენი ყვაურმა მომზადდა. დავასხათ შავი ლომის შავი. მივირთვათ. ვალდს მადლობა რომ ღვინო მოგვიტანა. და ვახოს მადლობა რომ ესეთი ყაურმა დააფრთოსნა. ცოტა წვენიც მოუხდება. ამ ყველაფერს აი დედასპური 2 წალი ჩავდებით აქ. ეს ავიღეთ ესე. ჩანგალს მოვათავსეთ ხახვთან ერთად. ცხელია და მაინც გავსინჯავ. დიდებული 6-4. არა სიცხარე. მარილი ისე როგორც საჭიროა. უგემრიელესია. მერც გეტყვით რომ გააქტიურეთ ღილაკი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. დროებით.